მარიკა ბატონო. მარიკა სად არის ეს ვაჟბატონი რო არ ჩანს ამდენ ხანს? არ ვიცი რა კი მთელი დღე ტელეფონზე ლაპარაკობს დილიდან რა ხდება ვერ გავიგე. აჰა. დათო მოიხსენი ეგ დროშა დადე თავის ადგილას და პირდაპირ მითხარი რა გინდა? ირაკლი, მოდი შენ ჩაი მზად არის. ბრძანდებოდით? მე ხისთვის ვარ. მე მოგარჩევი. მარიკა, რაღაც ძალიან სერიოზული უნდა ამას რა. უკვე დამაინტერესა. მოდი ახლა გამოვთავ ტელევიზორს, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ერთი წუთით? ვა, როგორ მაინტერესებს რა გინდა რა. ერთ წუთი ის რა ქვია, საფულეს მოვიტან. მე მოგიტან, ეხავე? არ არის საჭირო. არ არის. მარიკუნა, სად არის საფულე? აი, ჩვენი სროთის უკანდებს. ესეც ასე. ძალიან კარგი. აბა, დაბრძანდით და გისმენთ. ან ბრძანდებოდეთ და გისმენთ. დიახ. ირა. ისი. ჰა. ცოტა ფული მჭირდება. აჰა. ჰოლანდ. ესე იგი ბევრი ფული გჭირდება. ნუ ეხა რა არის ხე ისი? ირა, მის გამოფენის მოწყობა მინდა ჩემი სულების, ხო? თან პატარ-პატარა ვალებიც დამიგროვდა. ხო, პატარ-პატარა ვალებიც დამიგროვდა და გეხოძები მას ესხი რა. სულ რაღაც 5000 5000 რა? ლარი. მე? და მე ვიცი, გეხოძები მომეცი რა, მას ესხი და დაგიბრუნება. დაგიბრუნებ. როდის რა დაგიბრუნებია? რა როდის რა დამიბრუნებია? რა როდის რა დამიბრუნებია? აი? ხო დაგიბრუნე. ეხაც მე თუ არაფერი არ დაგიბრუნებიაო. გეხოძები რა, ვალები დამიგროვდა რა ირა რა. ვერ ახარ შენ რა. გეხოძები რა. აი ღლუნტების ვალიც მაქვს, ჯიბოს ლარიც ესე ვალიც მაქვს და ბანკის. აჰა. რაც გეტყვი, იცი, ჯიბო და ბანკი მოიცდის. აი ღლუნტების ვალებს რა ეშველება? ვიცი რა მოვიფიქრე? ვიცი რა ქენი? ბანკში მიდი რომელიმე ბანკში და გამოიტანა ერთი დიდი სესხი. მე იმ სესხით შენი ვალები გადაფარე და ეს ბანკის ვალი ნელ-ნელა გაისტუმრე. არა? აი მე. ირა, მე დიპლომი კი არ მიღია და სტუდენტურ სესხს არ მომცემენ, ჰა? ვერ ახარ შენ რა სტუდენტურ სესხს, რა დიპლომი არ გამოგიტანია. ჭკვიანურს გეუნება მარიკუნა და მოусმინე. წადი იმ ბანკში და ნორმალური სესხი გააკეთე, რაღაც გაარკვიე ყველაფერი, მიდი. ირაკლი, გამარკვიე მე რაღაც საბუთებია საჭირო და თავდებში უნდა ჩაგიდგეს ვინმეო. ჩამიდექი რა თავდებში რა. ჰოლანდ. იცი რა არის თავდები, ჰა? არ ვიცი, მაგრამ შენ ხო პროფესორი ხარ ყველაფერში და გამარკვიე. თავდები არის რომ ერთი კაცი რო იღებს სესხს, ხო, იმას მეორე პირი უნდა ჩაუდგეს თავდებში. თუ ის პირველი ვერ გადაიხდის, მეორეს ეკისრება იმის გადახდა. გასაგებია ეს არის თავდები. მოცემს როგორიც იგი ჩაუდგები თავდებში და თუ ვერ გადაიღე და მეორე ვინც ჩაუდგა თავდებში ის. დიახ. მადლობი. რა მადლობი? რა მადლობთი რა? ვაიმე არც იფიქრო დათო.
არც იფიქრო რომ მე შენ თავდებში ჩაგიდგები. გამორიცხულია. დათო მომისმინე ხა. ირაკლი ნამდვილად ვერ ჩაგიდგება თავდებში. ჯერ ერთი იმიტომ რომ თვითონ აქ ბანკის ვალი ვერებ, გოგის უდგას თავდებში, ხო? ხო სწორია. შენ კიდევ სხვას თხოვ. ან ლაშას, ან ვახოს, ან ჯიბოს. აი მე ეგენი არ ჩამიდგები ამ მე თავდებში რა მარიკა. ირაკლი ეხოცები რა ჩამიდექი რა. ვაიმე ეს დღეს არ მომეშვება. ვაიმე გამატარე რა. მარიკა ცუდად ვარ უკვე გამანებას თავმუხარი რა. აი ვაიმე შემი. ახი, კაი, მარიკა რა თქვა? აბარას ვიდო, ჩაგიდგები თავდებში, შენ თოჯეკი სხვას როგორ უნდა ჩაუდგე თავდებში რა? აი, ნახი კიდე რა მითხრა? 20-საც მოგცემ თუ გინდაო. არ მინდა, მაგრამ რახანაც შენ კიდე ხვალ გაწყეიდები ხე, მომიცი. წავედი. მოიცი, 20 ლარი გინებავთ? მოგცემთ თქვენ 20 ლარს. მოგცემთ. ოღონდ ამისთვის საჭიროა ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ხელფასის ცნობა, პირადობის მოწმობის ასლი და ვინმე თავდებში. აი მე, ნახე როგორ გაუხარდა თავდებში რომ მიდგება რა. კეთილი ადამიანია. წამოდი რა, წავედით ეხლა. აი, საერთი კაცო, ნუ მაიმუნო რაღაცას წამოდი რა, გამატარე. წამოდი რა, გეხოცები რა ირა რა გთხოვ რა. გამატარე. აჰა, ნახე რა ჩავატარე, ვესლის ნეიდერი ვარ რა. არი რა ირა რა. რათი არ მოგბეზრდა რა, გეხოცები წამოდი რა, ამიდა. კარგი, ხო, კარგი. შედი ახლა შედი, გამოიცვალე, მიდი. დროზე გამოიცვალე, მე წყალს გადავივლებ, ჩავიცვალ და გავედით. ჯიგარი. ოლა. აი, არ ვთხრა ირაკლის. ამას არაფერი უთხრა. ძალიან მაგარი. სნეიდერი, რობენი, კივიტი ვარ ერთად. აი მე რა გიშვილებათ. წამოდი რა ირა. აჰა. სადავთო. ვა, ლაშა. აჰა, ხო. როგორ რა ვიცი ვარ. დაჯექი აი, დაჯექი. აი აქ დაჯექი, მოიცეს გავწევა მას. რა შევ? რა ვიცი რა, საწავიღე ვეღარ პოულობ რა. რასაცე? ტელეფონი. დაკარგე? ო, რა სადღაც დავდე და ვერ პოულობ. აუ, ვახო, დამირეკე რა. ვა, მოიცე? აკარი, ვიპოვე. ო, ვერ იმას ვქი. რა არის? და ეს რა არის? რა ცოცხი? რა ცოცხი ვახო? ამართ. აბა ვახო რო დავწერო მე სანამ ვიფიქრე ვინ ვახო ცოცხი და ეგრევე ხვდები რა. ეგრე? კი. ო, აბა ნახე მე ვის ურეკავდი ერთი ნახე. იზრიკავდი? ნახე. ო, ვითომ ეხლა ის? მიდე. მაცივარი ვინ არის? შენ ბიჭო რაღაცა მართლა ამ ბოლო დროს ვიცი რა, რაღაცა გამითამამდი ძალიან, ხო? აბა რა ვქნათ ეხლა რა, თუ როგორ ის არის ცოცხი, ეს მაცივარი. კაცო, მე როგორ მაცივარ, შენ აღარ ცოცხი და მე არა ვარ მაცივარი, გაიგე? ხო, რა მაცივარი დიდი. მიხედე გეხვეწე რა მაშა დაიწყო. თაბრი, მოდი არ გაინტერესებს ცოცხი და მაცივარი როგორ ჩხუბობენ? აი, შეხედე. გათენდა და დაიწყეს. ხო, რო კითხო დიდი ბიჭები არიან. კარგი იცი რა. კარგათა ვარ მე, კარგად. თამარ. ნახე. როგორი მტრიანია, ვახოს უნდა დავაკლოთ ხელფასი. არ მოგბეზდა, ეს ისა რა ქვია, დაალაგე ცოცხი აქანდაზე, ის მტვერი ცოცხი აქანდაზე, რა არის, არ დაიღალე, ვერ გააგე რა. მე დავიღალე, შენ არ დაიღალე ყოველდღე ცოცხი აქანდაზე, ცოცხი, აქანდაზე, ცოცხი. კარგი იყო და შემომეწონა. ლაშა. გაჩერდი ხე, თორე გეტყვი რაღაცას და გეწყინება მე. უი, რას ლაპარო?
რა უნდა მითხე ხა ვახო შენ? მაქსიმუმ გახვიდე, ცოცხი გამოიტანო და მითხრა აწიე ფეხები უნდა გამოუგავო. სხვა რა უნდა მითხრა? კარგი ხომა შემომწონხა. შემიჯერ უთმენს. ისა ძალიანაც რომ მოგინდეს ლაშა ვერ აწევ ფეხებს იმხელა ხარ რომ აი მე რა კარგი იყო. მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა. აჰა. ვახო მომხედე? შენ მე უკვე ამ სიმსუქნეზე ვეღარ გამეხუმრები, იმიტომ რომ 10 კილო დავიკენი. აჰა. აი ეგრე მაშინ შენც ვეღარ დამცინებ მე იმიტომ რომ დღეიდან სახს აღარ დავალაგებ საერთოდ ბატონო, უმესმა. არ ვიცი შიდა არეულობა დაიწყო. მიდი ლაშა საკონტროლო, მიდი. მიდი, აქავარ. თამარ, რა მაინტერესებს იცი? აი, ვახოს რო ამუშავებს სულ, არ გეშინია რომ გადაიწვას, გარანტია გაქვს. აი მე ყოჩახ ლაშა რა ყოჩახ. აი ეს ჩემი ქმარია. თეითუ დაო, ნუ იცინი, გარანტია შენც გჭირდება რომ ამაცივარზე მეოთხეთ არ დაქორწინდეს, ლაშა. ძმა ხარ რა თამარ რა აი მომეწონა რა მოგეწონა? ძალიან თამარ, შენ ქმარს გადაეცი რომ მე ამიერი და ხმას აღარ გავცი. კარგი ეხლა. კეთევან აი მას უთხარი შენ ქმარს რომ საერთოდ ხმა აღარ გამწეს არ დამელო პატარა ბავშვი რა გაიარე მიდი, შედი, სადაც მიდი ხარ, არ გინე სიტყვის დაყოება და ხო ეხა მართლა რა ძალიან გქო რა ეხა ვერ გავლი რა იყო ვერ რა იყო ვახო რა მოქმედა? შებძანი მიიხურე ეგრე, ხარ და გადაწიე და შედი. ხო, და ეს ახალი ცოცხები რო გაქვს პარკებში ჩაწყობილი გამოიტანე და ისინი იმას კეთებენ. რა ახალი ცოცხებიო რა გინდა რა ახალი ცოცხები რა ახალი ცოცხები და ახალი ცოცხები კარგად გვისო ძმაო აი ეხლა მართლა რა მკითხე მოამბეო ესე მიტყიპე და მიაგდეო და ისინი კიდე ნახია დაიწყო ეხლა აქ ეს რა რაღაცეები ვინ უნდა მიტყიბო ბიჭო შენ ვინ უნდა მიტყიბო ვახო დიდი ბიჭები ხარ არეკები რა გაებუტე. მე არა დავახუნამ დილით იცი რა გემრიელი ოსტრი გაგიკეთა ლაშა. რა ოსტრი გამიკეთ ოსტრი არა ოსტრი გამიკეთ ვახომ გააკეთა? დიახ, გაგიკეთა შენ. რა ბიჭხუბეთ მე არ აქცხვენია თამ რა ჩხუბზე ელაპარაკე. რაღაცა ეს კაფეა რაღაცა მიტყიბე და მიამბეო მოამბეო და ეს დავალ და შევალ მე ვახოსთან ჩემი ვისა ქვისი რას ლაპა არ სადაც არ შევა რა მუცელმა როგორ უნდა მაჯობოს ერთი მითხარი პრინციპის ამბავია ანდე ხა მუცელით ჩემი არ არის ვახოს ჩვენი არ შევა პრინციპის ამბავია თუ შევიდე კეთილ შე როგორ ფი მაიმე მაჭამი რაღაცა აღარ შემიძლია რა მოდი შეხედე თამრი ეს პატარა ეს ხო ვაკვირდები პატარა ბავშვები ამხელა კაცები ცოტა სიცხულია როგორ შეიძლება თამრი მე არ მე დაში ხანდახარ რომ კამათი ცოტა ხმას რო ავუწებ სულოდნა ამათ ჩხუბი გონია და რაღაცა გონია რა სისულელია კეთინო ეხლა რა გამახსენდა პრებედინა რო ამბობდა ღლონც რომ ღლონტი ჩაუვარდეს თვალში თიც არ ამოისვამსო არა პრებედინა ესი არ ამბობდა პირიქით ეს კარგი ეხლა შენიცი ყველაფერი და მე არ თამრი მე არ მithქვამს რომ მე არ ამიჩემებია მე ვიცი შენ არ იცით გონ მე უბრალოდ ეს შეგახსენე კეთინო როგორ შეგახსენე მე ვიჯექი კარგი თამრი შეგახსენე რა ჩხუბო ვერ გავიგე რა ნათქვამია რა ესე იგი ცოლი ქმრის გვერდით რომ დააბა ას ნესისმის ამ ფერსო რა აღარ შემიძლია სანდრო წარმოიდგინე რა მაგარი იქნება აი ხო ძალიან მაგარი აი ძალიან მაგარი იქნება ეჭვი არ მეპარება მაგრამ ვერ გავიგე რას მეუბნები დაბა მაგარი რა იქნება სანდრო ოიმე და თუ რა მოხდა არაფერი დათო მომისმინე რა არა თუ არაფერი არ მოხდა დათო მე მაგ შენთან საქმე მომისმინე რა დათო კარგად მომისმინე წუთი შევ ამჭირდება ახლა შენ ახლა რა არის ჩვენმა სამინისტრომ დათო ახალ პროექტზე გამოყო ნუ გარემოს დაცვის საკითხებზე რა თქმა უნდა 50000 ლარი და აი მე ანანო ხო 5000 გადამიხადეს და მე მოული მთელ გარემოს კაი რა დათო
არა სერიოზულ საკითხზე გელაპარაკები რა და გემართ ანუ გეკითხები ხო მე ეხლა არა მაქვს შენიერები და მitwete ცხოველები დაურეკე ირაკლის და კითხე ირაკლი უი მე ისე არ არის ცუდი აზრი აბას რას ვე დაწყმები ჩვენს გვაცადე დათო რა გჭირს აი სანდრო შენ ახარ ჩემი ნამდვილი მეგობარი აი მარტო შენ შეამჩნიე რომ მე რაღაცა მჭირს ნუ დამეხმაროთ აბა გისმენთ რა არის და მოკლედ ეხლა გამოფინანსო ვაწყობ და კიდე წვრილი ხო გამოფინანსო ვაწყობ და მჭირდება გარკვეული თანხა 5000 ლარი რა 5000 ლარი მჭირდება და ბანკიდან უნდა გამოვიტანო და მე არ მაძლევენ და თქვენი დახმარება მჭირდება დამეხმარეთ რა ძალიან დიდი სიამოვნებით დათო მაგრამ მე უკვე მაქვს კრედიტი ბანკში და ასე რომ მეც აღარ მომწევნა ვაიმე დათო აი ზუსტად მაგ დღეში ვარ მეც იცი თან ახლა შენ არ მითხარი წადიო რომ ეხლა უნდა მე შევასრულო შენი რჩევა და მივდივარ ეხლა მე ირაკლისთან აი სანდრო აი მარტო შენ ახარ ჩემი მეგობარი მარტო შენ დარჩი და გამიგე ეხლა რო აქ მე რაღაცა პრობლემები მაქვს და გეხუწები დამეხმარე და გამოვიტანე კრედიტი და მე გადაგიხდი და როგორ უნდა გადავიხადო და ვერ ხვდები ხა შეგო გამოვიტანე ფულს და მე გადავიხდი და ის უნდა შეაბრუნო უკან აბა ფულის ბრუნო არ გაგიგია ესე ირაკლი ბანკი არ გაძლევს არა იქ გამაშავეს მოკლედ მე შენს იქით გზა არ მაქვს რა სანდრო გეხუთები დამეხმარე რა მოიცადე რო არ გადაიხადო და არ მომცეს ფული და საერთოდ გაიქცე თბილისიდან შენს უფრო გაწყობს არა რო აქედან წავიდე ირაკლი იმდენ ფულს გადაგიქცეს შეთვის გახსნი ახალ ბანკს დამეხმარე რა აი უბოს ალო შენ კითხულობ დაგიდე აი მევალები მირეკავი დავიდე სანდრო მეგობარი არა ხარ დამეხმარე რა გთხოვ რა და უხუ კარგი მოგეხმარე მართლა ჯიგარი ხარ სანდრო დავეცით მოიცადე რა არის საჭირო გარდა იმისა რომ მე უნდა ვიყო იქ ხებოსი ცნობა პირადობის მოწმობა და 5 ლარი ტაქსისტვის ძალიან დაცხა კეთება რა ხო ძალიან ცხელა უკვე რა არ ვიცით ესენი გადავარჩიო ზამთრის რაღაცებია და შევინახავ ისე ცხელა უკვე უი ლაშიკო ეს შენ დაგიპატარავდა და ვახოს მივცემ კარგი აი ეს რა ვახოს არა იმას მისცე მომეცია არაფერიც არ დამიპატარავდა ანახე დამიპატარავდა რა დამიპატარავდა ეს დამიპატარავდა ლაშიკო არაფერიც არ დამიპატარავდა ვახოს რატო უნდა მივცე ვახოს მაცვია შენი რა თაგერ ვიყენებ მე დამიპატარავდა ვაი კარგი რა დამიპატარავდა შემილი მართლა ბავშვებივით იქცევით რა შეიძლება ესე რა ამდენი დაცინვა როგორ შეიძლება ვახოს იცი რა შენი ბრალია ყველაფერი რა შენ ცოტა თავი დაანებე და ცოტა რაღაც ადამიანობა გამოიჩინე არა მოგივიდა ხელში ეს ცოცხი ხო ხედავ რო წყის ვახოს და სხვა რამეზე მაინც დაცინე არ გიქეთება სხვაზე რაზე დავცინო აი პიჟამოთი რო იძინებს ხამე იმაზე რა პიჟამოთ რატო არ ვიცოდი მე ვახო პიჟამოში რა მაგარი სანახავი ეხლა ხო გადაცინე მიდი ეხლა თამარს დაუძახე მიდი თამარს კი ბატონო თამარ შერიდით და შევდეთ თამარ მეთქი შენ კიდე მეუბრები შეურიგდიო ხო აბა რა უნდა შევდეთ კარგი რა კარგი ადამიანი არ ხარ არასადაც არაფერსაც არ შეურიგდები და ერთი როგორ მიკეტავს ამკარებს ფარდებს მაგასაც ვნახავ ხო მოვალ რა არის ახლა რანაირად ზიხარ გამატარე ლაშა ჩემი სახლია და რანაირადაც მინდა სადაც მინდა ისე დავჭდები კარგი ახლა კარგი რა ნუ ხართ პატარა ბავშვებით ლაშა ნახე შენთვის გამოაცხოვა ხომ და გამოგიგზავნა იმას გადაუარა უკვე სიბრაზემ იცი რა გული აქვს მინ აი კარგი ჩემთვის არა იმისთვის გამოაცხო
ვაიმე რა კარგი სუნი აქვს. კარგი სუნი არა ისავს კიდე. აბა მოდი გავსინჯო. მოდი. აი კოვზინობით მანე მოიცადე აბა გავსინჯო. ვაიმე. ვაიმე არა. ამე რა გემრიელი. გემრიელი არა ის კიდე რა. გემრიელი. ძალიან გემრიელინა. ანუ ყოჩახ ჩემი ვახუნა. ჩემი ვახო ყოჩახ. გემრიელია? ამე ძალიან გემრიელია. ძალიან მოდი. ხომ გამოაცხო? ხო, მოდი შენ გამოგიცხო, მე მოდი. გამომიცხო? ხო, აბა. მაგრამ ისე კაი ხელი კი აქვს და მოდი აბა ერთი ნახოთ. რა თამარ? კარგი რა თამარ, რა კარგი რა. რა მოიფიქრე ახლა და რა მოიგონა ეს რა? შეურიგდი არა ისა. კარგი, ახლა ვახო, კარგი რა. მოიცა თქვენ გეგონათ რომ მე ამას ნამდვილად ჭამდი? ჰა? ეს გეგონათ თქვენ? ვაიმე რა. ვახო ერთი რანაირი პიჟამოები გაცვია ეს ვარდისფერი თუ ცისფერი რა? ვახო ერთი ისინი აქ რა ქვია დათუნიები ახადია თუ სპილოები? ვახო? კეთინო რატო? მე არ მithქვი ფიცები. აუ, მე არ მithქვამ შენ თავს ფიცა. კარგი რატო ბრაზდები? ვახო რა მოგიხდება ძალიან. კარგი ახლა, კარგი. კარგით ახლა ნუ ხართ მართლა პატარა ბავშვები. კეთინო ისევ ჩვენ შევარიგოთ უნდა ესენი აი მე ერთმანეთს რა. თან გენაცვალე შე რა გენაღლება. შე ვახო სეტყვი შეურიგდიო და შეურიგდება. მე რა შე ვახო სუბრძანება არ შეურიგდიო და არ შეურიგდება და მე რა ვქნა? ლაშა მკაცრია. ოხ, კეთევან რა, კარგი რა, ლაშა გეხოცები შეურიგდი რა. არ შეურიგდები. აი რამდენი ქვისლი მყოლია და ასეთი რაღაცა ჩემთვის არც ერთ არ უკადრე. ლაშა, თორ შეურიგდები ცოტა ხმას არ გაგცემ. სულ არ შეურიგდები. კარგი ლაშა რა მოგი მოიცადეთ. მოიცა. ვახო. გეხვეწები, გემუდარები, გამოდი და შენ შეურიგდი რა ლაშას. ვახო. ვახ. არა. რა, თვითონ არ უნდა შერიგებოდა რა, ხვეწნას ხوار დაუწყებ. ვახო, გეხვეწები, ხო იცი როგორ მიყვარხარ. დაუთმე რა ლაშა ნაწყენია, ვახო. არა, უშავს, კეთევან, მეოთხე ქორწილამდე გადაუღეს. კარგი, ვახო, რა გჭირთ, რა არის დაალაგეთ ეს ურთიერთობა რა. მე რას მეუნე დალაგებაში ეგარი მაგარიდა. კარგით რა მართლა რა ადამიანები არ ხართ, ამხილა კაცები ხართ. მოდით ერთმანეთს ჩამოართვით, ხელი გადაკოცნეთ, ჩაეხუტეთ, ხვისლები ხართ. აი ეს ბების ქმრები, არა ჩვეულებრივი ბიჭები და რა არის რა თქვენ ჩხუბიც არ შეგიძლიათ ადამიანებო რა. ჩხუბი აი ის იყო თამრი, მე დაშე რომ ჩხუბით შენ გინათ შენ შემოგემედაო მე და ეს ბავშვობაში როგორ ხოცავდით ერთმანეთს და გახსოვს თამრი, შენ რომ გამარტყავდი რომ დაგაგლეჯდით მე. აი ის იყო ჩხუბი. აიმე ჩვენი წივილ-კივილი ხალხნო ეზოში ჩადიოდა მე რა ვკბენდით ეს ერთმანეთს. ესენი დგანან ბეჰემოტებივი. მოდი ჩაე რა მაგარია რა ესეთი კარები სახლში რო კონდეს თავისით რო იგება დადო ეს თავისით კი არ იგება სადღაც არის ორ პირი ოდო ის აგებს და ხურავს ეხლა მომისმინე შენ კარებს თავიდან ესე იგი შენ იგებ ხა სესხს იცოდი და ეხლა მოვა ეს სერიოზულად ილაპარაკე თუ რამე დაგჭირდა დახმარება მე შემოვხედე გიკარვახი ყველაფერს თუ კითხა ჩემზე ვინ არის უთხარი ჩემი დობით აღჭურვილი პირია თქო დობით აღჭურვილი პირი დობით გამარჯობა თომში გამარჯობა მე სანდრო ვარ მახარაძე ეს აღჭურვილია ჩემი აღჭურვილია აღჭურვილი პირი. ხო, ვენდობი. უკაცრავად, თქვენ სანდრო გლამური არ ხართ? მე ვარ. სასიამოვნოა. ძალიან მომწონს თქვენი რეკლამა. როგორ იყო? მარგარინი გლამური. დიასახლისების გემრიელი საიდუმლოა. და ის რეკლამა არ გინახიათ თუნუქების ახალი ძალიან კარგი თუნუქის სახურავის რეკლამა ძალიან კარგი კი როგორ არა ეგ რეკლამა ძალიან მომწონს აბა რით შემიძლია გამსახუროთ სესხი გვინდა დიახ რა თანხის აღება გსურთ რამდენი გვინდა ნუ ახლა თქვენ რისის საშუალებაც გეკნებით რა მხიარული მეგობარი ხო აღჭურვილია და 5,000 ლარი ლარი უნდა კი მინდა და როგორი სესხი გნებავთ რომ აი
ფულადი. თქვენ საკმაოდ მხიარული ყოფილიყავთ. ანუ მე გეკითხებით, როგორი სესხი გნებავთ, რომ აიღოთ სამომხმარებლო, ავტოსესხი, ბიზნესესხი თუ იპოთეკური? არა, მე ესეთი პრეტენზიული არა ვარ. იყოს იპოთეკური. კითხეთ, სესხი რისთვის გჭირდებათ მე? სამომხმარებლო ჭირდება. მომეცი თქვენი პირადობის მოწმობა. კარგით. ახლა ვნახავ თქვენს ისტორიას. შემდეგ რაღაც ფორმალობები დარჩება და ალბათ სესხის დაგიფიქრდებათ. ისტორია უნდა ნახოთ, კარგად ნახეთ, მე ვარ ლონდონში ვსწავლობდი. ბატონო სანდრო, თქვენთან ყველაფერი წესრიგში არის. ახლა თქვენ გჭირდებათ კაცი, ვინც თავდებში ჩაგიდგებათ, ახლობელი ვინმე. შემდეგ ოღონდ უნდა გააჩნდეს სამსახური სტაბილური და ანაზღაურება. მაგალითად, სტაბილური სამსახური, ანაზღაურება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უდგება თავდებში. აი ეს ბლანკი წაიღეთ, მოაწერინეთ ხელი თქვენს თავდებს, შემდეგ მობრძანდით და სესხით დაგიმტკიცდებით. ნუ დანარჩენი დეტალები ალბათ იცით, ყოველი თვის ფიქსირებულ რიცხვამდე უნდა გადაიხადოთ სესხი. დაგვიანების შემთხვევაში დაგერიცხებათ პროცენტული ჯარიბა თითოეულ დღეზე. და ეს ფიქსირებული ის თუ არ გადაიხადე რა ხდება მე? 3 თვის შემდეგ, თუ არც ერთი თეთრი არ იქნა შემოტანილი ანგარიშზე, კლიენტი გადადის შავსიაში. მერე სესხი თუ არ დაიფარა, დაგირეკავთ ჯერ ფილიალის დირექტორი, შემდეგ საკრედიტო ექსპერტი, შემდეგ მოგაკითხავენ სახლში, მიაკითხავენ თქვენს თავდებს სახლში და სამსახურში. მე სასამართლო გაგიყიდით დაგირავებულ ქონებას. მე არაფერი. არაფერი? ესეთი მარტივია? როგორია? წავედით სანდრო. კარგად ბრძანდება. ბატონო სანდრო, თუ შეიძლება, აი აქ მომიწერეთ რა ხელი. კი. აი აქ. აი აქაც რა. აკაცა. ჩემს მეგობარს წაუღებ ავტოგრაფს, გიზდება თქვენზე. მარგარინი გლამორი. ვაიმე დამანებოს თავი ხალხო აღარ შემიძლია ინსულტი დამარხავს. ვირა მოაწერე რა ხელი. ვაიმე ვერ მოვაწერ შემეშვია. მე ვარ სახელმწიფო მოხელე, რამდენჯერ უნდა გითხრა. სახელმწიფო მოხელე ვარ და რაღაცა რომ მოხდეს, მე ატყდება რადიო, ტელევიზია, ბეჭდითი მედია, დამანებე თავი რა. არ წავიკითხე. გეხოცები რა. წაიკითხე მაინც, არაფერს არ გატყუე, მოაწერე ხე ნახე, რატო არ წაიკითხე? მაი რატო არ? კარგი, მომეცი. შვებულებიდან რომ ჩამოვალ სექტემბერში წავიკითხავ და ოქტომბერში ხელს მოვაწერ. კარგი, რა მოაწერე რა ხელი რა გთხო. ვაიმე ვერ მოვაწერ რა. არ მეჩქარება ირაკლი მოაწერე რა. გეჩქარება და ჩქარა გინდა? ვერ მოვაწერ. მარიკა რა გეხოცები რა უთხარი და მომიწერეთ რა ხელი რა ირაკლი. არა. მარიკა შენ მაინც მომიწერე რა ხელი რა. კარგი დათო, მე არ მუშაობ, რა გინდა ჩემი ხელის მოწერა. არ გამოგაკეთე. ვაიმე დამანებე თავი. ხელის მოწერას არ ხო? აბა რა გინდა? მარკას დააწყებდი სადმისაწრებოდ მუშაობა. ვაიმე კარგი დათო რა, შენ მაინც შემიცოდე რა. რო კითხოს ადამიანმა ირა შენი მეგობარი ვარ, ირუშ ერთგული მეგობარი ვარ, მიყვარხარ ირუშ. შემიცოდე რა, თავი მისკდება დილიდან, ღლონტები მოვიდნენ, ანანო მოვიდა, მე რეაქ სადარბაზოში დამხვდნენ. გავგიჟდი არაფერიც წარმიყუჩებს ამ თავის ტკივილს. კარგი რა, შემიცოდეთ რა კაცო რა. აი აქაც იყვნენ ღლონტები შემოსულები, ვახომ და ლაშა მიჩხუბეს და შემარიგებინა. ანუ არ მოწერა მასაც. ვაიმე ისევ თავისას იმოშვება რუტრუტებს და ბუზბუზებს რა. არ მოვაწერ არა, პრინციპი კი არ არის დათო ჩემი რომ ხელს არ ვაწერ, ვერ მოვაწერ, ვერა გააგებინე რა. როგორ გაბოროტდა ხალხ? ეს სად გაიძველი თბილისი?
ირაკლი მოხვედი ხო? დამსმარდა. რა ხდება? გახოჭები შემოდი ახლა ჩვენთან და შეარგე ბიჭები. ერთი წუთი რა გინდოდა შენ მზად ვარ ვემსახურო გლონტებს. ირაკლი სხვა გზა აღარ გვაქვს. შენ უნდა შეარიგო ლაშა და ვახო. მორჩა. კი, მე მაქვს არაჩვეულებრივი იდეა. აი, იფიქრებდა მეთი გზაში ხოვცვარი. აბარა, ერთი წამი არ გავჩერებულ ვარ, რო არ მეფიქრა. კაცო, როგორი იდეა მაქვს წინ? ვაცადოთ ამ ლაშას და თავისით შეურიგდება, აბა, რა სიზავს? მე ხო ვიცი ხალხო. ვაიმე, არ შეურიგდება, ირაკლი, დამიჯერე, ახლოსაც არ გაეკარება. არ ეკარება? არა. აი მე მოვიფიქრე. ირა. აი დავრმა, უახოს. დააწყოს კატლეტები. აი სულ კატლეტები დააწყოს და ლაშა საერთოდ არ მოშორდება უახოს. კარგი რა, გააჩუმეთ. ამ ხელა რაღაცა მოხდა და ეს კიდე ხუმრობს. რა, საერთოდ არ გესმის. რა მოხდა რა, არ იცი შენ რა მოხდა? გამაგიჟებ შენ მე რაღაც ვაკუუმში ცხოვრობ თუ რა არის? ცხოვრობ. ერთი წუთი საინფორმაციოს არ უყურებ. ყველა საინფორმაციომ გადმოსცა დღეს რომ არის კონფლიქტიო. კვარაცხელიამ დაარღვია ტორონჯაძის სივრცეო. ცდებით ბატონო ირაკლი, ტორონჯაძე შემოიჭრა კვარაცხელიების საზღვარზე და მოროდიორობდა მაცივარში. აჰა. ესე იგი შეიჭრა, მოროდიორობდა. მარიკუნა, შენ ხო არ იცი მე რა უნდა გავაკეთო, რა ვქნა? შენ ესეთი შეშფოთება უნდა გამოთხვა ირაკლი. შენ უნდა მოაწეროს მარიკა. ვაიმე ერთი წუთი წადი იქით რა. გენიოსი ხარ რა. კი, აი კაც რო გეყოლება სახში ჭკვიანი ცოლი. ბედნიერი. ხელი ცხოვრება იგარაა. ოჩახ, არაჩვეულებრივ ეხა სწორ გზაზე დამაყენა მე ჩემმა ბეღურამ. კი, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ დოკუმენტი. რა დოკუმენტი? ერთი წუთი ეხა უკვე დამაწყდა ნერვები. დოკუმენტი უნდა შევიმუშაოთ, რომ კვარაცხელია და ტორონჯაძე იცხოვრებენ მშვიდად და წყნარად და კონსენსუსია, ხო? ისე თამარჩით, ხო? კონსენსუსში, ხო? კონსენსუსში. კონსენსუსთან, ხო? ვაი. მომისმინეთ სარკოზი, ცანცარის და რაღაცების დრო მაქვს ახლა მეა. ესე იგი ცანცარია დოკუმენტში. თუ ეს ცანცარია, მე სხვა იდეა არ მაქვს, შეხვედრა დამთავრებულია, კარგად ვძანდება. ბატონო ირაკლი, ერთი წუთით შემადამ იხუმრა. ხო, მე დარწმუნებული ვარ თქვენს წარმატებაში, როგორც ჰოლანდიის წარმატებაში ვარ დარწმუნებული, ისე ვარ შენში დარწმუნებული ირაკლი. მეტი რაღაც. ვაშე გენაცვალი. ასეთი ბრძნული აზრი საერთოდ არ მომისმენია ბოლო 1 წელი ალბათ. ის აი მეზობელიც რო ჭკვიანი გეყოლება გამარჩი. რამხელა მნიშვნელობა აქვს რა. ხოჩა, ჩვენ ახლა დავიწყოთ ამის შემუშავება. ბეღურა, მოიტანე ფურცელი, პასტა და დავიწყეთ. ფურცელი სახარი და პასტაც. ვაიმე. ეს ტერორისტული ორგანიზაცია შავი კოსტუმა მომაშორეთ ახლა აქედან. მე მზად ვარ. მზად ხარ? კარლა ბრუნი. ესე იგი, მარიკუნა, ვიწყებთ კვარაცხელია, ტორონჯაძე, ჩხეიძის რამდენიმე პუნქტიანი შეთანხმების შედგენას. აჰა. წერნელად. ყოჩახ მარიკუნა რა, ყოჩახ ჭკვიანი ხალი ხარ რა. ესე იგი, დავიწყოთ ასე. უპირველესად, უნდა მოხდეს ქონების პერსონიფიცირება. სწორად თქვით ამარჩი. პერსონიფიცირება. არა, იმიტომ შეიძლება კიდე პერსონიფიკაცია. პერსონირა. ფიცირება, ხო? ფიცირება, პერსონიფიცირება. ხო, ესე იგი, კეთევანის სახლში უპირატესობა ენიჭება ლაშას, ხოლო თამარის სახლში უპირატესობა ენიჭება ვახტანგს. მოიწია. აცრებ ბეღურა. ვახტანგს. გს მოასწავლეს ძალიან კარგი. მაცივარი ეკუთვნის ლაშას, ხოლო ცოცხი ირაკლი. საკოფაცხოვრებო ნივთები, მოდი ასე დავარქვათ, ეკუთვნის ვახოს. ეს არის პირველი. უკაცრავად ბატონო ირაკლი, პირველ პუნქტში მინდა მცირედი ცვლილება შევიტანო და რაღაც შევასწოროთ. შევატანინო? ჯერ მოусმინოთ. ესე იგი მომისმინეთ, საოჯახო ნივთებია აქანდაზი, ცოცხი და სარეცხი მანქანა და არა ტელევიზორი და მაგნიტოფონი. გმადლობთ ყურადღებისთვის. შეიტანე. ვაიმე დამანებეთ თავი. ყოჩახ კეთევანი, უკაცრავად მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციიდან. გაკვირდებით და გადასარევად მუშაობთ. აღფრთოვანებული ვარ, ჩვენ აღფრთოვანებას ვერ მალავ, აი აქ მომიწერეთ ხელით შეიძლება. დავშლით თქვენ ორგანიზაციას.
ბატონო ირაკლი, იცით რა ერთი კითხვა დამებადა. აი დავშოთ შეთანხმება თუ დაირღვა, რა ხდება ამ დროს? შეთანხმების დამრღვევი დაიჯება, თანაც უმკაცრესად. როგორ? დათო იცხოვრებს იმასთან. ვინმე არა. აი რა დარღვევაზია ხალხო ლაპარაკი ოღონდ ლაშა და ვახო შერიგდნენ და სიცოცხლესაც დავთმო. დავთმო. შენი შენ ვახოსთან, ხო? ვისაც რამე საქმე ექნება, ხო? იმას არ ექნება, ვახოსთან, გერა, შენთან ექნება საქმე. შევჭამს. გადავამტვრევ ცოცხს თავზე. ვინ შეგაწყენინებს, ვინ შეგაწყენინებს? ლამტურო. უх, განაჩვალეს. შერიგდით? არა, თამრიგო, კი არ შევრიგდით, ჩავეხუტეთ ამაზე. ძალიან კარგია, განეხუტეთ ახლა, განეხუტეთ და თქვენ თქვენ სექტორებში გადანაწილდით, გენაცვალე, ვაი გოდიში. მიდი, შენ იმ სექტორში, შენ ამ სექტორში, ხო? ლაშა, დილით რა გაჩხუბებდა, გამაგებინი ადამიანო, რა გაჩხუბებდა, ესე არ ჯობია. რა გვაჩხუბებდა? არა, რა ჩვენ და ჩხუბი კეთება. გამორიცხულია. შენ გინეც. ეგ არის გამორიცხული. ჩვენ არასოდეს აღარ ვიტყვებით. არ ვიჩხუბებთ. იტყვებით. არ ვიტყვები. როგორ არ იტყვებით? როგორ არ იტყვებით ხა? მე მასწავლეთ არ იტყვებით. არ იტყვებით? ვინ იტყვები? სად ვიტყვები? მოაწეთ ხელს ამ იმაზე სიმართლეს რო არ იტყვებით, თქვენ მოაწეთ ხელს მაქსიმუმ. მოდი და სადაც გინდა იქ. სად მოაწეთ? რას ვერ მოვაწეთ? აჰა. გაგიჟდი? ეუ, გაერო. ვაცალია ჩვენი უცხოელი დამკვირვებელი საქმუშაობა რა. ძალიან. ბაზა. აი რა. ვახო, გამოდი რა ცოცხი გეძახით რა მოიწყინა უშენოთ, ვახო. ვა. ლაშა, შენ და მაციორმა იჩხუბეთ? ას დიდი ხანია აღარ მინახართ ერთად რა და რა ვიცი. აჰა, კარგით რა ხალხნო. ვახო, მომისმინე, არ დაგინახო ცოცხს გაეკარო და საერთოდ დალაგებას შეეშო, გარეცხოს და დაუთვალებას და საერთოდ არაფერი არ ქნა. ამეხადა რა ტვინი რა. შემოდი მე მარიცახში. ვახო. აი ეს იყო გენიალური გეგმა. ვინ მოიფიქრა და ცოცხლი. კაცმა მოიფიქრა.